მოგესალმებით პაცient ტელემაყურებლებო. მოგეხსენებათ, რომ მარტის თვე არის ქალების დღე, თვე. ბევრი დღესასწაულია მარტის თვეში და ტელეკომპანია Trialet-მაც სცადა თავისებური საჩქარი მოგიწვნათ თქვენ განსაკუთრებით ძვირფასო ქალბატონებო და გოგონებო. მე ტელეკომპანია Trialet-ის სახელით და პირველად ჩემი სახელით გილოცავთ ქალთა დღეს. გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას, ჯანმრთელობას. დღეს ჩვენი ვალი იმაში მდგომარეობს, რომ წარმოგიდგინოთ პატარა ქალბატონები. დები ქველიძეები, დები ეგნატაშვილები, რომლებიც თქვენთვის წაიკითხავენ დღეს ჩვენი კლასიკოსი პოეტის ლექსებს. ილია ჭავჭავაძე, ელეგია. კრთალი ნათელი სავსე მთვარისა, შობელ ქვეყანას ზევდმო ფენოდა, დათეთრი ზოლი შორი მთებისა, ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა, არსაიდ ხმა, არსით ძახილი, შობელი მშობელს არას ეტყოდა, ზოგჯერ კი ტანჯვი დამოძახილი, ქართლის ძირში აკნესა ისმოდა, ვიდექ მარტოკა და მთების ჩრდილი, კვლავ ჩემ ქვეყნის ძილზე ალერსება, ოხ, ღმერთო ჩემო, სულ ძილი, როცა გვეხვისოს ჩვენ გავიძება. Terenti granino, gazapxulis საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი, სულისას ბარს გადასდება ფრენით, ახლაც მახსოვს მისამართი შენი, ცამდე წდება ღამეების სიგრძე, რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ, წინ მეშლება სხვა ოცნების არე, მიწის ცქერით დაიღალა მთვარე, გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი. ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა, ციდან ჩამოესმა რეკა, ღვთისნებით და ღვთის კარნახით, სპარსნი ქართლით გადარეკა, ყრმას ძუნგელი ჰყავდა ძიძად და მგელკაცად გაიზარდა, რამგლის თვალი, რამგლის მუხლი, რამგლისმა და ქართლის ცა და გლისიავე, თავზე ადგა მუზარადად, ტერცხაფიხმით დაჰყიოდა და ზურგისწვას უბზარავდა, ახსოვს მისი ნაფეხური ამუღრან დღეს ნამუხანთებს, ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა და კაც როგორ არ უყვარდეს. აკაკი წერეთელი, ხატის წინ, მიყვარს როდესაც ხატის წინ, ანთია წმინდა სანთელი და საიდუმლო პარპარით, ბნელს ფანტავს მისი ნათელი, მყუდროდ უხმოდ და უძრავად დნება ვით მსხვერპლი დიადი, რომ მადლი დგას პეტაკოს, თვალუც დენელი წყდიადი, მივჩერები ვარ ამდით ძას, წარტკბილად ჩაფიქრებული, მეცა უსიტყვოდ უძრავად, ცის სვეტად გაქვევებული, რაღაც უცნაურ ერთობას, ხედავ სანთელს და ჩემშუა, ხოლოდ გზნობ თვარა ვერ სვდება, ჩემი გონება დაჯგუა, სანთელი ჩემი ხორცია, სიცოცხლე მოკლე პატრუქი, ნათელი ჭკუა გონება, იმადგან გამონაშუქი, ხატია ჩემი სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა, და რომ ვიწოდეთ ნებოდე, არ შემიძლია მეცგანა, კი მაგრამ ნათი არ სასჯანს, ჩემთან მომტანი ცეცხლისა, ის მოციქული მომავლის, მსგავსი ჭიკჭიკა მერცხლისა. ვაჟა ფშაველა, იასუთხარით ტურფასა, მოვა და შეგჭამ ჭიაო, მაგრე მოხდენით ლამაზო, თავი რომ აგიღიაო, შენ თუ გონია სიცოცხლე, სამოთხის კარი ღიაო, ნუ მოხვალ მიწასეფარე, მოსვლაში არაყრიაო, ნუ ნახავს მზესა ინანებს, განა სულ მუდამ მზეაო, მიწავ შენ გებარებოდეს, ეს ჩემი ტურფა იაო, შენო პატრონე ემშობლე, როგორაც შენიზნეაო. ქართლის მიწავ უტკბილესო, საყვარელო ქართლის მიწავ, ჩვენს ცხრათვალა დიად მზეს და ჩვენს ალისფერ დროშას ფიცავ, ამ წვანეხებს ძვლებზე გაზრდის, ამ ლოდების ხავს დანაჟურს, კავკასიონს ცამდე ასულს, შავ ნაბადას გულდაჟანგულს, ამ ბუჩქებს და იმ ქერანისს, დილაობით შერომიცვავ, დაცემუნთა დაქცეულს, დაღუპულთა ხსოვნას ფიცავ, ქარსავ ფიცავ, ხეს რომ არხევს,
სანამ ნისლებს შემოარხევს, სააკაძის ხმალის ნატეხს უკვდავებით ნათილისმარს ნალიყარას წარსულ სახეს აწდარჩენი ლიბოს ფიცავ სვანის ნათქვამ ნინეს ფიცავ ჩემი ლექსის ნინევს თუ ოდესმე როგორც ძველად ამცას ვინმე შეგვეწიროს წმინდა ვალის მოსახდერად უყუყმანოდ შევეწირო მოუკვდე ისე ღიმილჩემი ვიც კვდებოდნენ გმირნი ძველად რომ სამშობლო საქმე ჩემი დარჩა შენ და სადღეგრძელოდ საბა ორბელიანი ლუდოვიკო მე-14-თან ალოდინეს და მე-15 კაცად შევიდა 13 ლუდოვიკო კედლიდან იყურება ციცად ეფერება ლუი მე-14 ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა მეფეს ხალხზე უფრო კატა ეწოდება ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა ოჰო ქვადა თითქოს კიდეც ინანა მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა საბას ხმა როდი წააგავდა კნავის კატისად რაც შეიტანა ისევე ის გამოიტანა იმ სახელგანქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ წვიმა არ არის საბას კაბა დაუსველა რამ თოვლი არ არის საბას თავი დაუთეთრა რამ ყინვა არ არის სულხან საბას აკანკალებს რამ დაასველა რამ დათეთრა რა აკანკალებს საქართველოა მისთვის წვიმაც თოვლის და ყინვაც მზე ეთხოვება ალბათ ახლა ტურფა ტანზიას ეს სიცხადია სულხან საბამ თუ ფანტაზია დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს აწვემს ალვის ჩეროში ტირის დედა შვილს მოტაცებულ სტამბოლში შვილი დედას ტირის ყიდიან ყმაწვის კრეტენ ჯვარის წინ წმინდა ნინოს მუხზე დაცემულს რამდენს აფასებ მაგ პატარას კითხა სპარსულად საბამ სპარსებს და მოუთმენად ელოდა პასუხს უი ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა წარმოთქვა ბალღმა ყური მოკრა რა საბას პასუხს არა პატარა ქართველი ვარ ქართველი გესმის უი დედასთან წამიყვანზია საბას ცრემლები მოეძალა ატირდა კაცი თავის ბალღობა გაახსენდა თავის ტანზია ვით ეს ყმაწვილი საქართველოც ასე მცირია საქართველოსაც ვით ამ ყმაწვილს ასე ეგიან საფრანგეთს ვთხოვოთ გუშველოსო საცაცილოა შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფერზე კიდია ასე ფიქრობდა სულხან საბა ხელჯოხიანი ხარ და მხარ ის პატია ბიჭი მისდევდა მოგწყინდა განაუნაყოფოთ ერჩოყიალი გულს ნუ გაიდეხ მუხა ყლავად შეიმოსება გალაქტიონტავიძე ბავშვობის დღეები გაფრინდა ბავშვობის დღეები მინდვრები ჭალები ტყეები უესად მოვიდა შავებით წუხარე ფერხუში ჩავებით და თვალის ცრემლებმა დაბინდა ბალახი მდინარე ხეები დღეები ბავშვობის დღეები აკაკი წერეთელი მუშური ყანაო მუშის სამოთხე გლეხის დიდება ყანაო ცისკრის ხივებმა შეგმოსეს და ნამმა გადაგბანაო დილის ნიავმა დაქროლა ალერსით გითხრა ნანაო ჟუჟუნა წვიმამს დედაგრა ალერსით აგამწანაო ყანაო გულხელ გაშლილო ქვეყნის მოკეთებ ყანაო მოყრულად შემოგსები ვართ ტრულად გიმეტებთ განაო გავმარგლავთ ბალახ ბულახსა გაგთოხნით ყოველ განაო ყანაო დაუზარებო უხვად მომცემო ყანაო ზედოფლის თვალით აბყურებს შენი ბარაქა ბრძანაო აქ შორდეს ვალვა დასეტყვა მოსავლის გამოცანაო ყანაო ოქრო ზურმუხტო ყანაო ჩვენო ყანაო მაღალმა ღმერთმა აკურთხოს სხვაც ბევრი შენისთანა ბატონო ტელემაყურებლებო ჩვენი დრო ამოიწურა და მინდა შეგახსენოთ რომ თქვენთვის ლექსებს კითხულობდნენ ჩემი პატარა სტომრები პატარა ქალბატონები დები ქველიძეები თამარი და ქეთევანი და დები ეგნატაშვილები
მარიამი და სალომე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დიდი მადლობა ჩემს სტუმრებს. ახლა გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, კარგად ბრძანდებოდეთ.